რა მხიარულებაა, მეგობრებო. ო, მაგრამ ჯერ აქაურობა უნდა მივალაგოთ. აი, ფრთხილად. კიდევ კარგი რბილად დავეშვით. მართალი ხარ, თორ. მოდი დანარჩენებს დავუძახოთ დასახმარებლად. ჰეი, რაღაც გავიგონე. აქეთ. შეხედე. დაყრილი ტოტები და კაჭრები ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იეტი ახლოსაა. ორე შეხედე. აი იქით. აქ წერია, რომ კიდევ ერთი ნიშანი არის დალახში უცნაური ნაკვალევი. ორე, იეტი აქ იყვნენ. მათ ფოტოს თუ გადავუღებ, ვარსკვლავი გავხდები, წამოდი. იეტიზე ვნადირობთ, გინდათ დაგვეხმაროთ. იეტი არ არსებობს. მათი ნაკვალევი ვიპოვეთ და ბუტბუდი გავიგონეთ. წამოდი, ფედია, დავუმტკიცოთ. სისულელი. თითქოს ნაკვალევი და ბუტბუდი იმას ნიშნავს, რომ იეტი იმალება. არა. იეტის ვერ იპოვიან, მაგრამ შეიძლება ტურბოზავრები იპოვონ. გავიქეცით ბაზასთან არ უნდა მივუშვათ. მაგარი ნაკვალევი გამოდის. ოიცადე, რომ ვერ დაინახონ. ორი მთქვა, რომ ხმა გაიგონა. ამან უნდა გადაატანინოს ყურადღება. წამოდი. აი, გესმის ფედია. იეტი ახლოს არის. კამერა ჩართე. კარი უნდა დავზეთოთ. ეს კარის ხმა არ არის, ეს ხმა იქიდან მოდის, სადაც თამაშობდით. მოდი შევამოწმოთ. აქ რას აკეთებთ? ხრიალი გავიგონეთ. კარგად ხართ? ჩვენ კი, აი თქვენ კი არა. ჰედე და ბორა, იეტს ეძებენ, რომელიც არ არსებობს. თქვენ კი არსებობთ და მოდიან. ჯობია ბაზაზე დაიმალოთ. ჩვენ სხვა მხარეს დავიყვანთ. არ ვიცოდი, რომ იეტი ამხელა. არა, ორა. მეშინი, ორა. მალე დაგვეწევა. ზევით ავდრეთ, მაღალია, მაგრამ იქ ვერ მოგწდება. ვერ მოგწდება. მაგრამ ქვევით როგორ ჩავალთ? ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გვიშველეთ! რა მოგივიდა, რა ყვირილია? წავიქეცი, მოიცადე, რა ყვირილი? გვიშველეთ, ვინმე დაგვეხმარეთ. ბორია, რატომ ყვირის? ის და ფედია საფრთხეში არიან. დახმარება დაგჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბორია და ფედია უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ. იეტი აღარ მაინტერესებს. აღარ მინდა ვიყო ცნობილი. ვიპოვეთ თქვენი იეტიზე მონადირეები. აი, სად არიან? ანკი, იქ ასვლას შეძლებ? მაპატიეთ, მაღალი ვარ, მაგრამ ამდენადაც არა. ამ ჯოხებს თუ გავხერხავ, სამაშველო გორაკს ავაშენებთ. არაფერია შეუძლებელი. მეტის მეტად მძიმეა. მე დაგეხმარებით. ეს იეტიმ გააკეთა?
რა მნიშვნელობა აქვს? პირველი მე ვიქნები. იპოვეთ იეტი. და რატომ ხართ ასეთი დასვრელები? იეტიზე ვიხუმრეთ. ყველა მიცის რომ არ არსებობს, მაგრამ მაგარი გორაკი ვიპოვეთ დღეში. თქვენ თვითონ ნახეთ. აი, იპოლიტ. არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი, რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეტისმეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ხო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისი წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ.
ბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ვაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. რა მშვენიერი დილა. კარგი დროა ფოტოსესიის მოსაწყობად. დო და ყვავილები, დო ტყეში, დო ჭაობში. სად? არავითარ შემთხვევაში. კარგი. ერადარა ეფექტური კადრი იქნებოდა. გარშემო ბორცვები, ბაყაყები. ბაზა, მიღება. საგანგებო სიტუაცია. თქვენთან მოურბივართ, არსად არ წახვიდეთ. რა მოხდა? ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ ახალ გზას ბორცვის შემოვლით ააშენებენ. ჩვენი ტყის გავლით. ეძაჩვენა. მიიღეს გადაწყვეტილება ახალი გზატკეცილი ბორცვის შემოვლით ტყის გავლით დააგებენ. რამდენიმე ათეული ხე გადაირგვება, ბუნება არ დაზიანდება. რა გამოდის? გზა ბაზის მახლობლად დაიგება? და ზევით ვეღარ ამოვალთ? ეს რა მოიფიქრეს? მარჩა. პეტია, კატია, შვიდობით. ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. შვიდობით ყვავილებო, ტყეო, მზეო. ზერ მოიცადე, ჯერ კიდევ შეიძლება ამის გამოსწორება. იდეა გვაქვს. გვირაბი ავაშენოთ და გზა შემოვლით კი არა, მასში გაივლის. ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ და ისევ შევძლებთ ფრენას. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ საღამომდე უნდა დავიცადოთ. მაშინ მუშები სახლებში წავლენ და მაშინ დავიწყებთ გვირაბის აშენებას. რას ველოდებით? უკვე საღამოა. დავიწყოთ გვირაბის აშენება. ნუ ნერვიულობ, ზერ, მოვასწრებთ. ბულ, ბაზა დამალე. დროა წავიდეთ. დავიდნენ, ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ტურბოზავრებო წინ! ანკი, ეს ბეტონის ფილები სადმე გვერდზე გადადე. აი იქ არის ადგილი. ახლა ქვები უნდა მოვაშოროთ. ტრაკ, ეს შენ უნდა გააკეთო. სად დავდო? სადმე ახლოს. კიდევ დაგჭირდება. უფრო ფრთხილადაც შეიძლებოდა. ეს ქვა რაღაცნაირად უსწორმასწოროდ დევს. სხვა დროს ქვებს შენ გადაიტან. მაჩვენებ როგორაა სწორად. ზერ, შენთვის დავალება გვაქვს. გზას უყურე და თუ ვინმე გამოჩნდება, გვანიშნე. თორ, ახლა შენი ჯერია. გვირაბის გათხრა დაიწყე. ბულ, მიწა და წვრილი ქვები მოაგროვე და თხელფენად გადაანაწილე გზაზე. განგაში, ზღარბი დავინახე. ზერ, ზღარბი ხელს არ შეგვიშლის. მართლა? უბრალოდ შენ თქვი თუ ვინმე გამოჩნდებაო. ვაგრძელებ დაკვირვებას. კარგი, დროა. დო, როცა ძალიან დაბნელდება, ბიჭებს ფარებით გაუნათე. ტურბოზავრებო წინ!
დო, ეცადე გვირაბი გაანათო. ცუდად ხედავ. სულ ცოტა დარჩა. ტრაკ, ახლა აი იმ ქვებით გვირაბის შესასვლელი უნდა გავამაგროთ და დავკიდოთ ნიშანი, რომელზეც გვირაბის სიმაღლეზეა მითითებული. ზერბაზაზე გაფრინდი და ნიშანი პროინტერით დაბეჭდე. დილით ახალი გზატკეცილის მშენებლებმა გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინეს. შესაძლოა ეს უძველესი გამოქვაბულია, რომლის შესახებაც მეცნიერებმა არაფერი არ იცოდნენ. ახლა გზატკეცილი პირდაპირ ბორცში გაივლის და თხეხებს. ჩვენ თევზს დავიჭერთ. ბებია კი წვნიანს მოამზადებს. პირადად მე ორთებს შევჭამ. ჰაჰა, ჯერ დაიჭირე. დავიჭერ. შენზე მეც მაინც დავიჭერ. ამასაც ვნახავთ. როგორ არ ცხენიათ? აქაურება დააბინძურეს და არ დაასუფთავეს. ძალიან ცუდია. მოდი სხვა ადგილი მოვძებნოთ. არა, ამის ესე დატოვება არ შეიძლება. მე და შენ უნდა დავასუფთავოთ გარემო. რა გარემო? აქ იმდენი ნაგავია, პარასკევამდე ვერ დავალაგებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება? გამარჯობა. როგორც ჩანს, სათევზაოდ იყავით, მაგრამ თევზს ვერ ვხედავ. ჯერ ვერ ვითევზავეთ. იქ იმდენი ნაგავია, საშინელება. და გადავწყვიტეთ დავასუფთავოთ. მაგრამ დახმარება გვჭირდება. ეტლი, თქვენს განკარგულებაშია, წავიდეთ, დამხმარები მოვიყვანოთ. 32, 33, 34, 35. 35. ახლა შენი ჯერია ტრაკ. 1, 2, 42. მე გავიმარჯვე. კი, მაგრამ როგორ ითვლი ეს თაღლითობა? როგორც შემიძლია ისე ვითვლი. ორჯერ 2 რამდენი იქნება? სადღაც ასე 7. 8. ასეც ვიცოდი. ბოლ, ხედავ, განსწრახარ ვქოთ ყუებს. ყველას მოგესალმებით. თქვენი დახმარება გვჭირდება. ტბასთან მივედით იქ კი? რა საშინელება? მაგრამ ჩვენ ამას თავს გავართმევთ. ნაკავი იყოფა ბიოდეგრადირებად და არადეგრადირებად ნარჩენებად. ეს ბიოდეგრადირებადი ნაგავია. ეს კი არა. ერთი მეორისგან უნდა განცალკევდეს. ბიორა? ბიოდეგრადირებადი ნაგავი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. ის უნდა შევაგროვოთ და დავმარხოთ. დანარჩენი კი სანაგვე კონტეინერში წავიღოთ. ტრაკ, შენ პლასტმასსა და შუშის ბოთლებს მიხედავ. ბულ, შენ დანარჩენ ნაგავს ერთ ადგილას მოაგროვებ. თორ, შენ ორმოს ამოთხრი, შემდეგ შენ და ანკი მიწას გაასწორებთ. ზერ, შენ სიმაღლიდან გაგვაკონტროლებ. და მე რას დამავალებთ? მე რა უნდა გავაკეთო? თორსა ანკის იმ ადგილის გასწორებაში დაეხმარები, სადაც ნაგავს დავმარხავთ. თურბაზავრებო, წინ! მიდი! აი, მარცხნივ კიდევ ერთია. მე მიმიშვი გთხოვ, ჩემი პროტექტორი ლამას კვალს ტოვებს. ყველაფერი შევაგროვეთ.
ახლებული ამ განს სანაგვე კონტეინერებთან მიიტანს და არ დაგავიწყდეს პლასტმასი და შუშა სხვადასხვა კონტეინერში უნდა ჩაყარო. ტრაკი სად არის? კარგად ვიმუშავე და ახლა თევზაობის დროა. ნავის გარეშე რა თევზაობა იქნება? ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. ამ საცურაო საშუალების ასაწყობად გამოვიყენე 1, 2, 5, 7, 20, 100, 500 ბოთლი. ახლა ვნახოთ ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს. გამოწვევა მიღებულია. გუშინ კარგად ვიმუშავეთ. ახლა გარშემო სილამაზეა. ვინმემ რომ ისევ დაყაროს ნაგავი? არი ნერვიულად. საჰაერო მზვერავი ყურადღებით იქნება და სიგნალს გაგზავნის. მერე კი ტრაკი აი ასე მოიქცევა. მინდი ტრაკ. და პეტრომები თავის ნაგავთან ერთად აორთქლდებიან. მართალია. სწორია. დაბადების დღეს გილოცავთ ტრაკ. ეს კი ჩვენგან საჩუქარი. ჩვენი საერთო ფოტო. ახლა ტრაკ, სანთელი ჩააქრე და სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრე. და რა? ასრულდება? აუცილებლად დასრულდება. მინდა ვისწავლო სკეიტით სრიალი. სკეიტი შენ წინ უნდა გააგორო და ზედ შეხტე. აი, ასე. სკეიტი წინ უნდა გავაგორო და ზედ შევხტე. სრიალის რა უცნაური სტილია. მოდი, უფრო ფრთხილად ცადე, კარგი? მითხარით, როგორ გამომდის? ძალიან კარგად გამოგდის, მაგრამ ვფიქრობ, უფრო დიდი სკეიტი გჭირდება. ერთი იდეა მაქვს. აი, ამით ივარჯიშებ. ოღონდ გთხოვ, არ გატეხო, თორემ ბებია გაგვიბრაზდება. მოდით რაკ სპეციალური ტრეკი აუშენოთ. ვაშა, ტრეკს ვაშენებთ, ტრეკს. ტრეკი შენდება ტრეკისთვის. აი აქ ავაშენებ ტრეკს. მე ქვიშას მოვაშორებ, თორი ქვებს დაამტვრევს, ანკი დატვირთავს და გადმოტვირთავს, ტრაკი კი გამყოფებს და აყენებს. ამოცანა გასაგებია? ტურბოზავრებო, წინ!
აბა ვნახოთ რა ტრეკია. მოიცადე, დამელოდე. ტრეკი ტრაქისთვის მზად არის. მზად არის, მაგრამ ბევრი მტვერია. მიდი ტრაკ, ნუ გეშინია. აუცილებლად გამოგივა. მიდი. მაგარია. გამოგივიდა. ვაშა. გმადლობთ მეგობრებო, რომ სანუკვარი სურვილის ასრულებაში დამეხმარეთ. მაგარია. მაგარია. რა მაგარია? ოჩახ, მაგარია. მალე ჩემი დაბადების დღე იქნება. ჯობს წინასწარ მოვიფიქროს სანუკვარი სურვილები. მე მინდა ეს იცი რომ ქალაქში დრონების შეჯიბრების მოწყობას აპირებენ. მართლა ეს ზერს უნდა ვუთხრათ. ყველაფერი გავიგონე. რა შეჯიბრება იქნება? გაზომავენ ფრენის მანძილს, ტვირთის გადატანის სიზუსტეს და მსგავს რაღაცებს. მიყვარს ტვირთის გადატანა. იღებ ტვირთს, მიფრინავ. ცდილობა არ დააზიანო. ზერ! ფრენის მანძილშიც არ მყავს ბადალი. თქვენ შეჯიბრებისთვის ემზადებით? რა თქმა უნდა ვემზადებით. ჩვენი დროინი თქვენსა ჯობია, თქვენმა ტვირთიც კი ვერ შეინარჩუნა. არა უშავს, კიდევ ვივარჯიშებთ. კარგი, შეჯიბრებაზე გამოჩნდება ვინ აჯობებს. ადგილის რუგა. ქარის სიჩქარე? ამინდის პროგნოზი. სხვათა შორის პროგნოზის მიხედვით შეიძლება ჭექაქუხილი იყოს. უგრძნობ ჩემს ნიჭსერენდობით. უფრო მალე გავიმარჯვებ, ვიდრე ჭექაქუხილი დაიწყება. ჩვენ შევძლებთ შეჯიბრების ყურებას. რა თქმა უნდა, გვერდზე შესანიშნავი მანქანების ადგომია. ბაშა, ტურბოზაბრებო წინ. გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. თქვენ იღებთ მონაწილეობას. გამარჯობა, ბავშვებო. ხო, გამხიარულება გადავწყვიტე. ძვირფასო მაყურებლებო, ამ დღის მთავარი შეჯიბრების დრო დადგა. უკვე დაიწყო? ჯერ არა, დაიმალე. ჩვენ გეტყვით, როცა დაიწყება. ჭექაქუხილი ჩქარა თავშესაფარში. სერი არ დაბრუნებულა, კავშირზეც არ გამოდის. უნდა ვიპოვოთ. მთელი არემარე დავათვალიეროთ. ტურბოზავრებო, წინ! ზერი უნდა გადავარჩინოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მოვიფიქრე.
პანდუსიან ბორცვს ავაშენებთ. ან კი მასიავა და ზერს ჩამოხსნის. მე და თორი ბორცვს გავაკეთებთ. ტრაკ, შენ პანდუს ფილებით გაამაგრებ. ტურბოზავრებო, წი? იმუშავეთ. ეს ხომ ზერი არ არის. ეს ფედიას და ბორიას დრონია. ზერი კავშირზე გამოვიდა ზერს ათხარ. გავიჭედე. ვერ ვინძრევი. გეოლოკაციას გამოგიგზავნით. ძალიან სუსტი სიგნალია, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით სად არის წინ. დარწმუნებული ხართ, რომ სწორი კოორდინატები მივიღეთ? არსად არ ჩანს. არ ჩანს, მაგრამ აქ უნდა იყოს. შესაძლოა ლუქში ჩავარდა და მილში გაიჭედა. ამას მხოლოდ ერთი ხერხით შევამოწმებთ. მე და თორი მილებს ამოვთხრით. ან კი მათ ზევით ამოიტანს. ტრაკი კი შეამოწმებს ტურბოზავრებო. წი? მე და ვიცოდეთ რა დამემართა. ეს ნატურები შემომეხვია და ქარმა წამიღო. კინოამ დავიღუპე. არც კი ვიცი ახლა რა დამიბრუნებს თავდაჭერებულობას. გადაწყვეტას თავიდან ჩაატარონ დრონების შეჯიბრება, მაგრამ ვფიქრობ ზერმა მეორედ არ უნდა გარისკოს. როგორ? მე ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მამაცი პტერადაქტილი ვარ. თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ნაყინი სასწაულებს ახდენს. ციცინათელები. მეც მინდა ასე. არა, უკვე გვიანია. ცოტში უნდა გავიქცე. რა სწრაფად მოვედი. მიდი, გაიხსენი. არა, მედალიონი დავკარგე. მეგობრებო, შემომიშვით. რა ხდება? ანკი? იქნებ პეტიას ოთახში ჯობია. ხო, მაგრამ კარში ვერ გაეტევი. დიდი კარი ავაშენოთ. არა, ახლა უნდა დავიძინოთ. დილით მოვძებნოთ შენი მედალიონი. შეგიძლიათ ერთი ჭიქაწყალი მომიტანოთ. კაკუნზე არავინ არ მიპასუხა. აი, აქ წავიქეცი. სადღაც აქ უნდა იყოს. აი, სად ყოფილხარ? გეძებდით. სად იყავი მთელი ღამე? ღამე ჩვენთან გაატარა. მედალიონი დავკარგე. ბაზაზე მოჩვენებები არიან. არა, მოჩვენებები არ არიან. ვიღაცა მანკის მედალიონი იპოვა. მედალიონი დიდ მანძილზე არ მუშაობს. აი, ასე გამოსცემს ხმას. ასე არა. მაშინ აქვს ხმა, როცა ხესთან ახლოსაა. ეს რა გაქვთ? კიდათ გავცვალოთ. არა. ფედია, ბორია. და გავიწყდათ, რომ ბოსტანში დახმარებას დამპირდით. ო, მართალია დეიდა ნორა. გარეთ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა, მაგრამ დამპირდით. კარგი იქნება თუ ხვალ ყველაფერი მზად იქნება მცენარეების დასარგავად.
დღეს არ მინდა მუშაობა. არც მე არ მინდა. მაშინ თქვენთვის კარგი წინადადება გვაქვს, მაგრამ სამაგეროდ მედალიონ უნდა მოგცეთ. მიწა უნდა მოხდათ. გასაგებია, მეგობრებო? კი, გასაგებია. რა არის ამაზე ადვილი? ძალიან ადვილია. თვითონაც იცით. ჩუმად ყველას გააღვიძებთ. კარგი, მაშინ დავიწყოთ. ჩუმად. ტურბოზავრებო წინ! მეგობრებო, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ძალიან ლამაზია, თუმცა კარგად დავისვარეთ. რას აკეთებთ? ეს იმისთვის, რომ ფედიამ და ბორამ დანაპირები შეასრულონ. დარგვაც მოასწარეთ ჩემ მაგივრად? ნამდვილად დაიმსახურეთ ნაყინი. საფულეს მოვიტან. არის. აბა ბიჭებო, მოგვეცით მედალიონი. იქნებ ჩვენ დავიტოვოთ. დეიდა ნორამ არ იცის, რომ ეს თქვენ გააკეთეთ. გაიგებს. აი ამას თუ აჩვენებთ. ანკი, სხვა დროს ყურადღებით იყავი. მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყენად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშის კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება ზე არ არის, ზერ გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყვა. ზერ. გავიგე. უკვე მიფრინა. ეს რა პავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ой, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად.
ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. მსგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ. დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკან ნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს. და მე? ეს უსამართლობა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ! მზად არის. ნამდვილად გაცურავს? თუ ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა. ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცოტათი ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგრჩათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რთულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია. იპოლიტ, ნუ ცელქობ. იცით, გუშინ ჩვენს პარკში სეირნობდი. ნეტავი იქ სათვალიერებელი კოშკია ეშენებინათ. მაშინ ზევიდან მთელი ჩვენი ლამაზი ქალაქი გამოჩნდებოდა. იდეა მაქვს. ძველი კოშკი გახსოვს? აჰა. შეგვიძლია სათვალიერებელ კოშკად გადავაკეთოთ. იპოლიტ. დღეს რა უნდა გავაკეთოთ? დღეს ჩვენ დღეს ჩვენ კოშკს გადავიტანთ. რა? სად? რა? რომელი კოშკი? ყალსაწნევი. წამოდით, გზაში ყველაფერს მოგიყვებით. ტურბოზავრები ყოველთვის მზად არიან მეგობრების დასახმარებლად.
მაგარია? აბა რას გეუბნებოდით? მაგარი კოშკია რა. ეს კოშკი ტრაქზე მაღალია. ვერ ავწევთ. ვინ ვერ აძევს? აბა ახლა მიყურეთ. ტრაკ მოიცადე. ახლავე აგიხსნით ყველაფერს. აი რა მოვიფიქრეთ. ჯერ თორი ტერიტორიას გაწმენს. შემდეგ ტრაკი და ანკი სახურავს მოხსნიან. შემდეგ ტრაკი მოხსნის სარტყელებს. თორი კი ფუნდამენტს გაათავისუფლებს. ტრაკი და ანკი კოშკს ნაწილებად დაშლიან და ბულის პლატფორმაზე დატვირთავენ. რა კარგი ნატურმორტია? საოცარი მსგავსება. ამოცანა გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო, წინ! თორ, შენი ციცხვი გამოიყენე. Анки, выдвини стрелу! ჯანჯიკები უნდა შევინახოთ, თორემ დაიკარგება. შვიდად, ახლავე შევინახავ. ტურბოზავრებო, წინ! ჯობია წავიდე, ფოტოები გადავიღო. Мост очень низкий. ხიდი ძალიან დაბალია. ტრაკი მის ქვეშ ვერ გაივლის. ერთი იდეა მაქვს. ახლავე გაჩვენებთ. უცნაურია. გუშინაც გავიარე აქ და ეს კოშკი არ ყოფილა. პეტია და კატია რას აკეთებენ აქ? ალო? იცით, რომ პეტია და კატია ქალაქში წყალსაწნევი კოშკით დასეირნობენ? რა თქვით? იპოლიტ, მომყევი. მეგობრებო, კარგი გამოვიდა რა? მაგარია. ჰა, მაგარია. კი, მაგარია. კოშკი მოძებნე, ტობიკ, მოძებნე. აი, სად ყოფილა. ტობიკს ვერ დაემალებით. პეტია, კატია, აი სად ყოფილხართ? პებია, მე და კატია ვუყურებდით როგორ დგამდნენ სათვალიერებელ კოშკს. საოცარია. გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, კოშკი კი უკვე დადგეს. სასწაულია. სასწაულია. რა თქმა უნდა, სასწაულია. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ გაჩერება აკრძალულია. სადაც ეს ნიშანია, იქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება. დანარჩენები სად არიან? გვინდოდა ყველასთვის გვესწავლებინა. მალე გამოჩნდებიან. აბა საწავლენ. დაგვეხმარეთ. საშინელება მოხდა. ვიშველეთ. ზე, რა მოხდა? შვიდად, შვიდად, შვიდად. ზერ, რა მოხდა? ხო მართლა, დოსად არის. სწორედ მასზე უნდა მეთქვა. დომოიტაცეს. ის ქალაქში წავიდა, სადაც მისი ევაკუაცია მოახდინეს. ალბათ არ იცოდა ეს რა ნიშანი იყო.
ჩვეულებრივი მანქანასავით წაიყვანეს. შვიდად. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. წაგვიყვანეს ერ. თურბოზავრებო წინ! გაჩერდით. ტრაქს რა ვუყოთ? რობოტი ქალაქში ყურადღებას მიიქცევს. ტრაკი ჩვენთან ერთად წამოვა და დამიჯერე, ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდება. აქ ახლოს რაღაცა ინტერესო დავინახე. რამხელა ყოფილა. ზუსტად უნდა გავიგოთ სად დგას დო. ზერ! უკვე მივფრინავ. აი, სად ყოფილხარ? ძლივს გიპოვე. დამიჭერეს წამიყვანეს, რა გავაკეთო? პანიკას ნუაყვები დო. ჩემი მეორე სახელია სუპერმაშველი. გპირდები რომ ძალიან მალე გაგათავისუფლებთ. ვერავინ ვერ გხედავს? მაშინ ტრაკი გამოუშვათ. სიმჭიდროვეა. დო ვიპოვე. მეორე სართულზეა. კედელი უნდა გავტეხოთ იმ ადგილას, სადაც დო დგას. ის ხრელში გამოძრება. მერე კი კედელს ისე შევაკეთებ, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს. მეორე სართულიდან როგორ ჩამოდრება? კიბე რომ არ არის. არაფერი არ გამოვა. ეს ძალიან ადვილია, მოვიფიქრე. ხრელთან პატარა გორაკს გავაკეთებთ და დო ჩამოგორდება. აი, შეხედეთ. გენიალურია. ტრაკ, სახურავი მოხსენი და იმ კედლის ნაწილი, სადაც დო დგას. ანკი, მათ გვერდზე გაწევ, რომ ხელი არ შეგუშალოს. თორ, ბუ. თქვენ იმ ადგილთან ქუჩას დაყრით ისე, რომ პატარა გორაკი გამოვიდეს. მე რა გავაკეთო? თვალი ადევნე, რომ არავინ არ დაგვინახოს. აქეთ მოდიან. ისე მშენებლობა დაიწყეს. თხრიან და თხრიან. ვერ გავიგე განცეძებენ? წავიდა? შეიძლება გამოვიდე. მზად ხარ? კარგი. აი ასე. კარგია. მარცხნივ? მარჯვნივ? ახლა კი კედელი და სახურავი უკან უნდა დავაბრუნოთ და ის გორაკიც დავშალოთ. ბაშა, სახლში მივდივართ. არ ვიცი უთქვენოთ რა მეშველებო და მეგობრებო. მეგობრები სწორედ იმისთვის სჭირდება ადამიანს, რომ მძიმე დროს დაეხმარონ. მაგრამ სხვა დროს ამ ნიშნის ქვეშ არ გაჩერდე. ეს რას ნიშნავს? ჰო. წესების სწავლა მოგიწევს. ჰაერში კი წესების დაცვა არ არის საჭირო. ვაი. აუ.